წინა სერიებში. LJ-სა და სარას ახალი ფოტოსურათი მოითხოვე? კი. მე სად არის? ფოტოები მაჩვენა, მაგრამ არ გამომატანა. კარგი. უნდა გავიგოთ ვინაა ეს კაცი. ამბობს სალინს მქვიაო. ალექს, გმადლობ რომ მოხვედი. გამარჯობა, ლენკ. რა ხდება? თქვენი კაბინეტი აგენტებით არის ახსე. თავდაყირა დააყენეს. ჭხრაგე. მე შენ გიცნობ? არა მგონია. როგორ არა? მაკფადენი ხარ არა? ვიღაცა შეგეშლებით. ელჩთან იყავი. შენ მე არ მიცნობ, მე კი შენ. მაგრამ გევალება აქედან გამიყვან. ხვალ გაიქცევი. დღის 3 საათზე. თუ ღამის. არა, დღის. ხოლმე შუა დღეს აქედან გავიქცევით. ბეჭედი მომეცი. სწორი გადაწყვეტილებაა. ბეჭედი გინდა? უფრო შენი სტილია ძმაო. დამშვიდი. წადი საქმეს მიხედე. მოდი, შენ მომიახლოვდი. მოდი. სხვა დროს ფრთხილად იყავი, გასაგებია? დიახ, სერ. შენ რა ქვია? ტიგე. მე მაიკლი. ავსტრალიელზე შენ თქვი ნიცადან ვიცნობა. მართალია? შენი აზრით ვიტყუები? შენზე ამბობს მათყუ არაო. ელჩი არასოდეს ყოფილვარო. ელჩი რა შუაშია? სასტუმრო ამბასადორი ვიგულისხმე. იმ სასტუმროში კონსიერჟი ვიყავი. შემიძლია დავიფიცო რომ რამდენიმე თვე იქ მუშაობდა. მაგათ სასრას გაიგებ. ნახევარჯერ ვაცდენდი. ამიტომაც დამითხოვეს. და ახლა აქ ვარ. იცაში რა უნდოდა? რა იყო? იმ ტიპზე წიგნს, 3 საათზე და 13 წუთზე ვიწყებთ, ასე რომ 3 საათი და 51 წუთი გვაქვს. მაინც ვერ მივაგენით ნეიტრალურ ზონაში შეძახწევ გზას. მაგას მე მივხედავ, ოღონდ ჯერ უნდა შევამოწმო. მე მესარი, შენმა მესაფლავე მეგობარმა მხოლოდ ერთხელ მიასხურა ის სითხე. უკეთესი იქნებოდა კიდევ ერთხელ მიესხურებინა, მაგრამ არჩევანი არ გვაქვს. იქნებ სხვა მიზეზის გამო მივიდა იმ მესერთან. რას აპირებ ვინმეს მოკლავ მესერს რომ უფრო მეტი მიასხურო? აქედან თავის დაღწევაში თუ გვიშველი შენც მოკლავდი. იცი რა დაგვეხმარება აქედან გაქცევაში? კიბე. მაიკლ. მესერზე თუ გადავწრებით, მე რას ვაპირებთ? შენ ჯერ კიბე მიშოვე. ეს ჰამაკი წინაზე მოკლეა. იქნება რამე იშოვო დასაგრძელებლად. კარგი, ეგ ჩემზე იყოს. იცაში არ ყოფილ ვარ. ამბობენ ლამაზიაო. არ ვიცი. ფეხებზე მგიდია ეგ კაცი გიცნობს თუ არა. მე ის მაწუხებს თვალს რომ არ გაშორებს. თითქოს აქ შენ სათვალთვალოდ შემოგზავნეს. სკოფილდ, თქვენთან ნახველი მოვიდა. აქედან მალე გავიქცევით, ყველაფერი მოგვარდება. სკოფილდ, თქვენთან ნახველი მოვიდა. ძმაო, შეხედე, შენს ქვეყანაში აგორებენ გამათელს. ჩემთან მოდი საკანში გასავლი. გინდა შენ საკანში მოვიდე რომ გამათელი გავაგორო? მაგარი ხარ. თან ძალიან. მაგრად ვიხალისებ. ვინ წელზემოთ ზონაში შიშველია ყველასე მეგობრები? დაგავიწყდა გუშინ საჭმელი რომ მოგეციე. და საწოლიც. ნეტა რატომ? რა ჯანდაბა გინდა? იცი რას გეტყვი? ერთადერთი რაც არ მინდა, შენთან სექსია გაიგე? გიჭირს ამის დაჯერება. ნეიტრალური ზონა რომ გავიაროთ კოშკის ორი მცველი უნდა მოვიშოროთ. ერთს უკვე მივხედე, მაგრამ მეორეზე თქვენი დახმარება დამჭირდება. ყოველდღე პირველიდან 2 საათამდე ლანჩიავთ. როგორც წესი ყავას ვამენ. უნდა გავიგოთ საიდან მოვთ ყავა და ჭიქაში რამე ჩაუყაროთ. ჩვენი გაქცევის დროს აუცილებლად უგონოთ უნდა იყოს. მაგას ახლა მეუბნები, როცა 3 საათი რჩება გაქცევამდე. რა ვიცი რა გითხრა? 3 საათზე და 13 წუთზე? 3 საათზე და 13 წუთზე ვიწყებთ. 3 და 35 წელს სანაპიროზე ვიქნებით. დღისით, მზისით. კომპანია ჯერ კიდევ გონია რომ ამაღან 9 საათზე ვაპირებთ. მომისმინე, იმ ხალხს ვეღარ მოვატყუებ, მაიკლ. რო გჭირდება გაცვლის ადგილის შესასწავლად. უნდა გავიგოთ შეძლებთ თუ არა LJ-სა და სარას იქიდან გამოყვანას. იარაღი იშოვე? კი, ვიშოვე. LJ როგორ არის?
სარა, კარგად არიან. ფოტოებზე რა სიტყვი? არაფერი გამომდის. ძალიან მჭირდება ლინკი. არაფერი გამომდის მეთქი. ხომ უნდა დავუწმუნდეთ, რომ ცოცხლები არიან. ამას მხოლოდ მათი გულისთვის ვაკეთებ. სიუზანი ამბობს კარგად არიან. უნდა დაუჭიროთ რომ ასეა. დღემდე სულ იმას ამბობდი, ვერავის ვენდობია. ახლა თავდება თუ თქვები? დროში ვიწვევით. ისმინე. თუ დღეს ნაშრომი დღეს 3:30-ზე LJ-სა და სარას ფოტოებს არ ნახავ. აქედან აღარ გავიქცევი. დომინიკ პარსელი, ვენთორთ მილერი, ემორი ნოლასკო, ვეიდ უილიამსი, რობერტ ნებერი, კრის ვენსი, რობერტ უიზდომი, დანაი გარსია, ჯოდილინ ოკიფი, უილიამ პიჩნერი, ფილმში გაქცევა. ამერიკულ ყველს ვერ შოულობ. იქნება ესპანური მოგეწონოს. იყოს. ძალიან მიყვარს. რამდენიმე წლის წინ მოსულში მსახურობდი. დამატყველეს. რამდენიმე ღამის შემდეგ შეერთებული შტატების არმიის შუალ მფრენის ხმა შემომესმა. სადღაც ახლოს დაეშვნენ. ხელები ჯერ კიდევ ზურგს უკან მქონდა შეკრული, მაგრამ მაინც გავიქეცი. მაშინ ეს ძალიან სარისკოდ არ მეჩვენებოდა. სპეცოპერაცია მეგონა. ვინც დამიჭირა, შუალ მფრენის ხმა მათაც გაიგონეს. ვერ მივხვდი რომ ეს მხოლოდ მძევალთა გაცვლა იყო. ჩემი გაქცევის მცდელობით საქმე გავიფუჭე. მაშინვე დამიჭირეს. სროლის დროს 6 სპეცაგენტი დაიღუპა. მერე 3 კვირა. მოკლედ რომ გითხრა, კაცები ხორები არიან. ახლა რაც შეგვეხება ჩვენ? ესეც მძევლების გაცვლა. თუ გმირის როლს დაივიწყებ, შენ და მამა შენ საფრთხე არ გემუქრებათ. გაიგე? გავიგე. ძალიან კარგი. ჭამე. ნორმანი? ნორმანი? ალბათ ხვდები რომ ლუჩერო ურჩევნია. ნორმანს? როდის მოკლავს? გადახტამდე თუ გადახდის შემდეგ? როცა მომდება მაშინ. წყურია. ძადი რამე დასალევი იშოვე ბიჭო. ალბათ ჩვენთვის წერილობითი სახით არ უცნობებიათ, მაგრამ მინდა იცოდე რომ დამაწინაურეს ბიჭო. რა მითხარი? რა ხდება? რა ხდება და ამ ჯუჯას ენა აქვს წაგრძელებული? რინგზე ვიწვევ,ახლავე. მე დაველაპარაკები, თავი დაანებე. იცოდე არ დაგვიმთავრებია. წადით. ჩვენ უბრალოდ არა. ჩემი ვალი გაქვს. რა გარკვია? მაგას დრო სჭირდება. ხომ შემიძლია ყველას ჩამოვარო და ვკითხვა, ის ლუჩეროს ღალატობს, ხელი ასიეთ მეთქი. ვთხოვე ამ ციხეში ყველას დააგვირდი მეთქი და შენ ამბობ რომ არაფერი გაგიგია? იმის ხმა ნამდვილად შემიძლია რომ ყოველთვის როგორც კი მათ გვერდით ვჯდები, სემ სხვა თემაზე გადააქვს ლაპარაკი. ის კი არ ღალატობს, მაგრამ შენი თეორიების მოსასმენად არ მცალია. მე შედეგები მჭირდება. ყველაფერი რიგზია? ჯეიმზი კარგადაა? შენივრად. ეს აიდანაა? ურიბედან. გზის პირას ასაუზმიდან. აქედან რამდენიმე კილომეტრზე. შეძლებ დაადგინო კოშკის მცველის ვინაობა. შეძლებ გამირკვიო. შევაცდები, მაგრამ შეიძლება გამიჭირონ. გეკითხები შეგიძლია თუ არა? კი. ლინკონ, შენ ხარ? ხო. რაღაც მჭირდება.
თეოდორომ რა უნდა დაგვიშავოს? ერთი ჩვეულებრივი მასხარაა. კუდარი მასხარა. იცი რა, არაფრის თქმას არ ვაპირებდი, მაგრამ წუხელ ჩემს გარს ვეძებდი და რომ იცოდე რა ვიპოვე. აი ეს. ამას მიმალავდი? შენი იყოს. საზღარი გემოაქვს. მაო, ამაზე უკეთესი გარებს ადიშოვი. ვის წაართვი? აუგუსტოს? ვერ მოვაშლევინე. მიგზავნის და მიგზავნის რომ სანაცვლოდ არაფერს უკეთებ. გესმის? დარწმუნებული ხარ, რომ შენ არ გინდა? აქვე ვიყავი და შემოგიარე. რომ ხელა გზა ჩემს სანახავად გამოიარე? შენს დასაყვანად მოვედი. შემიძლია 48 საათში შრომის გამოსასწორებელ დაწესებულებაში გადაგიყვანო. სენტ-ლუისში? სელინს გაძლიერებული რეჟიმის ციხე უნდოდა, მაგრამ გადავაფიქრებინე. რამდენიც მოსჯას მიპირებს? 25 წლის? სამუდამო პატიმრობას? ჩვენი ბიუროს დირექტორი ლინკონ ბეროუზის სასარგებლო ჩვენების მიცემის შემთხვევაში სასჯელი შემსუბუქებას გვერდება. მოკლედ? 8 წლიან პატიმრობის ვადაზე რა სიტყვი? როგორც კი სალინს იმოლაპარაკებას დაამთავრებს, მანქანაც მზად იქნება. არა მგონია. რა? მადლობა. შენი მონდომებისთვის, მაგრამ 8 წლიანი პატიმრობის ვადაზე თანახმა არ ვარ. ახლა 10 გაქვს. თავრობა გარკვეულ დათმობაზე მიდის. შეერთებულ შტატებში გადაყვანის შემდეგ, თუ თანამშრომლობაზე არ დათანხმდები, ყველა მუხლით წაგიყენებენ ბრალს. კვლევობის საქმესაც დაგიმატებენ. გარიგებაზე თუ არ წახვალ, ისედაც ციხეში მოგიწევს დარჩენილი სიცოცხლის გატარება. მადლობ დახმარებისთვის. შენი დახმარებისთვის. ალექს. ალექს. თუ გაქცევის დროს რამე შემემთხვა, პირდები რომ ამას ჩემს შეყვარებულს გადასცემ. გპირდები. იცი, შეგიძლია შენც რამე მთხოვო და მე შეგარიდა დაამაგრე. უბრალოდ შემოთავაზე. იცი რა, გაქცევის დროს მე თუ დავიღუპე, შენც უნდა შეასრულო შენი სიტყვა. ამაზე უკვე შევთანხმდით. ყველაფერს ვიზამ, რაც შემეძლება. იმედი მაქვს. კონძი უკვე შეგარი? აი, ჩამაბარე შენი გამოცდა. ხომ გითხარი მეთევზე ვარ მეთქი? ჩვენი საქმე როგორ მიდის? იმ საკანს მივაგენით, რომელიც ნეიტრალურ ზონაში გაგვიყვანს. ჩემს წინა გაქცევასთან შედარებით ახლა მესრამდე უფრო შორი მანძილია. ვის საკანზე ამბობს? პაპოს, ჩეოს და სემის. ვიცი რასაც ფიქრობ. მაგრამ მეორე სართულზე ეგ არის ერთადერთი საკანი, საიდანაც მე ერთთან ისე შეიძლება მოხვედრა, რომ დანარჩენი სათვალთვალო კოშკებიდან ვერ დაგვინახონ. რა გარანტია გვაქვს, რომ კამერაში მაგ დროს არავინ იქნება? 2 საათისთვის ყველა ნიში და ეზოში გადიან ლანჩზე და მერე ფეხბურთს თამაშობენ. გონი უკვე დაიწყეს თამაში. ვიღაცამ რინგის გარეთ გადაწყვიტა საქმის გარჩევა. იცოდეთ, ნებისმიერი ვინც დაარღვევს ჩვენს წესებს, სასტიკად დაისჯება. ვიცი, ლაჩარი წინ არ გამოვა, მაგრამ თუ ვინმე რამე იცის ამ სამარცხვინო ამბავზე, უნდა მითხრას. დამოწავიდეთ პატარა. რატომ? ლუჩერო შენთან საქმე აქვს. ეზოში ყოველ დღე ხედავ, კალათბურთს თამაშობ და ამერიკული ტანსაცმელი გაცვია. რაც ახარ ერთი სიტყვაც კი არ გითქვამს ესპანურად. ინგლისურში ვარჯიშობ. დროს არ გარგავარა? ამერიკა დიდი ქვეყანაა. როგორ ამბობენ? ეს არის ერთი ერია, ყველა თანასწორია და ყველას თანაბარი უფლებები აქვს, ხომ ისეა? დიახ. დიახ. სამართლიანობა ყველასათვის. სამართლიანობა შენთვისაც და ჩემთვისაც. და სამართლიანობა იმისთვისაც, რომ ეზოში ის ტიპის სიცოცხლეს გამოასალმა. ახლა ხვდები იქ, რატომ არაფერი თქვი. მთელი დღე შენი სულელური ამერიკული თამაშით ერთობოდი, თანაც იმ კიბის წინ, სადაც გვამი იპოვეს.
თუ ახლავე არ მეტყვი რა დაინახე იცოდე შენი საქმე ძალიან ცუდად წავა კარგი, გეტყვით. მე ერთი პატიმარი დავინახე, კიბესთან მივიდა. და მერე ასე ერთი წუთის შემდეგ ჩხუბით დაიწყო. ვინ დაინახე ესე იგი ჯერ თოკს ხსნით, მერე საკეთს ვაღებთ, მერე გისოსებს გლებთ და მერე უკვე ქვემოთ ვიქნებით, არა? ვინმეს რამის თქმა ხომ არ უნდა იმაზე, რაც ახლა ვნახეთ. და არის რამე სათქმელი? შეგვითხარი შეიძლება ვინმეს მოკლა მოგვიხსნესო და ცოტა ხნის შემდეგ ვიღაც მართლა მოკლეს. მე გარ მithქვამს ახლა მაგის დროა? დარჩენილი რამდენიმე საათი ამ ჯოჯოხეთში კიდევ ერთ გვამზე გლოვას მოვანდომოთ. რა გინდათ? რას აკეთებ? ლუჩერო შენთან საქმე აქვს. ჩემგან რა უნდა გაიგოს? რისი გაგებაც უნდა დაგაარღვია. ახლა შენი აღიარება სჭირდება. მე არაფერი ჩამიდენია. დაუჯერეთ, უდანაშაულოა. თუ შენ გინდა აღიარება, შეგიძლიათ ადგილები გაცვალოთ. უნდა გავარკვიოთ ვინ არის ნამდვილი მკვლელი. ვერ მოვასწრებთ. ეკმეტანელთა სია ძალიან გრძელი იქნება. ერთი რამ აშკარაა, ვინც მოკლა ამ საქმის პროფესიონალია. ისრის ხოძი აქვს გადატეხილი ალექსი. იმ დროს ჩემთან მნახველი იყო მოსული. რატომ ხარ ასე დარწმუნებული, რომ უესტლერს არ მოუკლავს? იმ ტიპს სწორედ ეგ ვერ იტანდა. ასეთ რისკზე არ წავიდოდა. უესტლერი ახლა თუ გადარჩა, მალე მაინც მოკლავენ, ასე რომ მხოლოდ მე და შენ დავრჩით. მე და შენ არ დავრჩენილი ვართ. აქედან მის გარეშე არ გავალთ. 2 საათში მგისოსებსაც მოხსნით და მესარსაც გავწდებით. მართლა? ხო, მართლა. და მე საცახვალ ალექსი. სულ ერთი ოღონდ აკაურობას გავეცალა. აქედან მხოლოდ ერთი გზა გადის. ჯუნგლებსაც კი პატრული აკონტროლებს. და თქვი, საით აგდებს დასვლას? 4-ის ნახევარზე აქ აღარ ვიქნები. ხომ გითხარი, არ ვიცი მეთქი. აქ რა მინდა? აქ არ უნდა ვიყო. დამიჯერეთ. ის კაცი მე არ მომიკლავს. ვიღაცამ დაგინახა კიბეზე რომ ჩადიოდი. კიბეზე? მე ეს დანაშაულია? იცოდე ვერაფერს დაგვიმალავ. რა უნდა დაგიმალოთ? იარაღი არ მაქვს. რა თქმა უნდა, სადმე გადამალავდი. რაც უცდით, მოძებნეთ. იარაღს თუ იპოვით, მკვლელსაც მიაგნებთ. უფრო სწორად შენს იარაღს მივაგნებ. თქვენი აზრით, ვცდილობ ვიღაცას გადავაბრალო. იქნებ პირიქით ხდება. მაგისტრის თავს ვინ შეიწუხებს? იცით აქ რატომ მოხვდი? ხომ იცით რომ გავლენიანი მტრები მყავს? შენი აზრით გადაწყვეტილებას მერის მეგობრების ზეგავლენით ვიღებ? იცოდე ტრაკი დააყენე. 13 წლის რომ ვიყავი, დედა ჩემი ერთ მდიდარ კაცთან მოახლედ მსახურობდა. ერთხელაც მასთან ერთად სახლში მარტო აღმოჩნდა და მოკლედ ყველამ გაიგო რაც მოხდა. მაგრამ რა კი მდიდარი იყო. ჩვენ კი ემიგრანტები ვიყავით. პოლიციაში საქმეც კი არ აღძრეს. მერე ერთი კვირის შემდეგ მის სახლში მოსახვედრად მერძევეს ტანსაცმელი გადავიცვი და რა კი სხვა გზა არ დამიტოვეს. სამართლიანობა მე თვითონ აღვასრულე. ახლაც მეტყვი რომ დიდრებს პატივისცემით ვექცევი. მითხარი. აქაური წესები მესმის და მათ ვიცავ. მაგრამ განაჩენს ნაჩქარებად ნუ გამოიტანთ. თქვენი წესების მიხედვით ეჭვმიტანილი 10 წუთში სიკვდილით უნდა დასაჯოთ? არა. დრო გაქვს და არსად გვეჩქარება. მადლობ. აშკარაა, აქედან ვერსად წავალ. თუ კიდევ მოგინდებათ დალაპარაკება, ჩემს საკანში ვიქნები. არა. აქ ამ სხამზე დარჩები. რა ჯანდება გინდა? საეჭვოდ იქცევი. პატივისცემას არ იმსახურებ. გაჩვენდი, შეურაცხყოფას მაყენებ. კარგად ვიცი, რისი გამკეთებელიც ხარ. მაგრამ სიმართლე გითხრა, არ მეგონა მკვლელობაზეც თუ წახვიდოდი. შენ გონია თიგე მე მოვკალი? დღეს დილით ორივე ნიში და ეზოში დაგინახეთ. და მეგობრებას ვცდილობდი, მაგრამ ჩხუბი დავიწყო. შენ გარდა სხვა ვინ მოკლავდა? მე არ მომიკლავს. კარგი რა ბრედ. შენ გარდა ვის უნდა მოეკლა? მართლა გონია რომ ის ბაყაყი მე მოვკალი? რამდენჯერ ამა მივიხარ მიზანში. გონია არ მინდოდა სასხლეთის გამოგრა. ჯანდება. თავის მოკლაც კი არ შემიძლია.
ვინმე ხომარო თქვა შენთვის რომ უისლერი კიბესთან დაინახა. ამ წუთას მოვედი. მაშინ იშკარე. როგორც კი უისლერი მოკვდება, ქათმის ფეხს შენ გადმოგცემ. ან თუ გირჩევნია შენ მომეცი. ერთხელ მაინც ცადე კაცურად მოიქცე. იცოდე, დღეს ჩემთან რინგზე ჩხუბი არ აქცდება. ზილაფოლი. ძაღლების ანესთეზიისთვის იყენებენ. 2 წუთიდან მცველი მთელი საათით გაითიშება. მეგონა უისლერის გოგო შემოგიერთდებოდათ. სად არის? მოსახლეთა მანქანაში გელოდებათ? ჩემთან მოვიდა სასტუმროში. წინააღმდეგი არ უნდა გეხმაროს, მაგრამ არ მინდა რამე დამემალო. მაგას რა მნიშვნელობა აქვს? ხოლო უკვე ყველაფერი დამთავრდება. სიურპრიზები აღარ გვინდა, ლინკონ. რა იყო? მითხარი. შეგიძლია სარას რამდენიმე ფოტოსურათი იშოვო. ცოცხალის? არა. შენი ძმისთვის არ გითქვამს? მაიკლისთვის არ გითქვამს, რომ სარა მოკვდა? ფოტოებს მომიტან თუ არა? დაწნარდი, რამეს მოვიფიქრებთ. ჭკვიანურია მაიკლისთვის რომ არ გითქვამს. როგორც ხვდები, ძალიან გრძნობიარე ძმა ყოლია. აი ამ ადგილას ხვდებით. მე და LJ დაგელოდებით. შენ, მაიკლი და უისლერი იქ მოხვალთ. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა 9 საათისთვის შულს დაიბრუნება. 9 საათზე. რომელია? არ ვიცი, მგონი მაღალი. მეორე სულ პორტოხლის წვენს ვარს. დარწმუნებული ხარ? მგონი. ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ. შენ გეძებდით. ციხიდან კიდევ ერთი გვამია გამოსატანი. მე მხოლოდ წამოდი. ყავა გინდა? მე წვენი მომიტანე, პორტოხლის. ერთი პორტოხლის წვენი და ერთი ყავა თუ შეიძლება. წინიყურე. ეს ჩემი ძმაკაცისა. აიღეთ, გთხოვთ. მიირთვით. კაპიტანა ჰუსტადო, აი ახალი ყავა. არა. აიღეთ. მადლობა. დიდი მადლობა. მაპატიეთ, სენიორ. სონაში უნდა წავიდე, მანქანაში ბენზინი გამითავდა და თუ ხარ, მაგრამ მე სხვა მხარეს მიდივარ. მე აუცილებლად უნდა მივიდე. მე წაგიყვანთ. წამობრძანდით. მადლობ. არაფერს. არ დაგეღვაროს. ვიზიარებ შენს მწუხარებას. ძლივს მეგობარი გაიჩინე და ახლა სიკვდილის პირასა. საწყენია, თუმცა თუ შეეცდები შეგიძლია გადაარჩინო. არ ვიცი შენიშნე თუ არა, მაგრამ ჩემი მდგომარეობა უფლებას მაძლევს რაღაცეები მოვისმინო. მერე ლუჩეროს ერთადერთი მტკიცებულება ისაა, რომ დაინახეს როგორ ჩადიოდა კიბეზე, იქნებ შენ სხვა საფუძვლიანი მტკიცებულების მოპოვება შეძლო. კი, მაგრამ როგორ? რომ მოგეპოვებინა მეთქი. სხვას დავაბრალო? ვინმე ისეთიდაა დანაშაული, ვინც ამას იმსახურებს. სინდისიც არ შეგაწუხებს, თუ ისეთ ვინმე შეარჩევ, ვისაც ხალხი ხავს მოკლული. ო, მაგალითად შენ. სამი. ანუ შენ გინდა ლუჩეროს უთხრა, რომ თავისი უახლოესი გარემოცვის წევრი მოკლას? დიდი ამბავი. უძვას ხომ არ თხოვ? ლუჩერო მიცის, რომ ეს სემის ბეჭედია. კიბესთან თუ დააგდებ და მერე ლუჩეროს ეტყვინა ხერავი პოვეო, მთელი ციხე გაიგებს ამ ამბავს და სემის დანაშაულის დამტკიცდება. ლუჩეროს სხვა გზა აღარ დარჩება და იძულებული გახდება დათმოს. ციხეში ციხის კანონები მოქმედებს, სხვისი პრობლემებით, ნუ აიდგიებ მაგლამას თავს. ბეჭედი კიბესთან დააგდე. მერე თქვი, რომ სემის ბეჭედი იპოვე. დანარჩენს მე მივხედავ. თუ გინდა რომ მეგობრის სიცოცხლე იხსნა, მის ნაცვლად სხვა უნდა მოკვდეს.
გამარკვია რა უთანხმოება გქონდათ იგესთან. ორი მომკარი შენზე რაღაც წოდნია. ეგონა რომ ჩემზე რაღაც იცოდა. მოტივი გქონდა და შემთხვევითაც ისარგებლე. პატიმრები უკმაყოფილოები არიან სონაში შენი შემოღებული წესებით. შენს ადგილას პრეტენზიებს არ წამოვაყენებდი. არა, ვერ გამიგე, ჩემი სიკვდილით დაждით საკუთარ სამართლიანობას დაამტკიცებ და ამით ხალხს დაამშვიდებ, მაგრამ ბოლოს მაინც გაირკვევა დამნაშავის ვინაობა და ყველა დარწმუნდება, რომ უდანაშაულო ადამიანი მოკალი. კითხვაზე მაინც არ პასუხობ. იგესთან აზე იჩხუბე. გრძელი ცხვირი ქონდა და ჩემს საქმე შეყოფდა. დარწმუნებული ვარ, სხვასაც ჩემსავით მოიქცა და ამიტომაც მოკლეს. რატომ არ აღიარებ, რომ იჩხუბეთ? ეს ციხეა. თუ ვინმე ყალბბრალდებას წამოგიყენებს, საწინააღმდეგოს ვერ დავამტკიცებ. ეს უნდა გაითვალისწინოთ. ყველა შენს კითხვას უპასუხე, ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო. როგორ მოვიქცე, რომ დამიჯერო? უკვე აღარავის იმჯერა. ბედმა გაგიღიმა. ძალიან ლამაზი ხარ. ძალიან ლამაზი. რა ხდება? შენ ალბათ არ იცი, რომ გამორჩეული ხალხისთვის არსებობს გამორჩეული ვიზიტები. შემიძლია ისე მოვაწყო, რომ სონაში შეხვიდე და გარკვეული პერიოდით მარტო დარჩე შენ სიყვარულთან. რაც მთავარია, იქ შესვლისთვის, ნებართვის მიღება აქვე ამ მანქანაში შეგიძლია. გისმენთ? ფოტო გვაქვს. როგორ გამოიყურება? სარას გავს. ნახევარსაათში სონაში ვიქნები. ავტოსადგომთან დამხვდი. ყველაფერი რიგზეა? მოიცადე. ის ტიპი არ გიყვარს? არ ვიცი კარგად იცნობ თუ არა, მაგრამ ნორმან საშინელი ხასიათი აქვს. ნორმანი? ნორმან სენ-ჯონი? ხო. ლუჩენოს გოგო ხარ? ხო. დაცვასთან გაუგებრობა მოხდა. ავაში წამალი ვერ ჩაუწვეთე? მე ვერა, მაგრამ ეს პრობლემა სხვა მოაგვარა. გასაგებია, მაგრამ თუ გაქცევას ამღამ გეგმავთ. წამალს ასე ადრე რატომ უსხა? სანამ იმოქმედებს დრო უნდა. ხომ გითხარი ერთ საათში მოქმედებს მეთქი? ალექს. ალექს, ასე არ შეიძლება. რაზე მეუბნები? ეხუმრები? ლეიბის ქვეშ ზედმეტ ნიუტებს მხოლოდ სულელები მოლავენ. ჩემი ლეიბის ქვეშ იპოვე? თუ ასია იწოდე ვიღაცამ დადო. უფრო ჭკვიანი მეგონე. მართლა? ზედ დიდი სანაბეჭდების ხომ არ იპოვე? ან ქსოვილის ბოჭკოები? მითხარი. ვისლერი კიბესთან დაინახეს, მე კი შენიდან ავიპოვე, ასე რომ ახლა ვისლერის ადგილს შენ დაიკავებ, ხვდები რას გულისხმობ? უსტლერის ადგილს? მაგით რას დაამტკიცებ? ყველაფერს. და რაც მთავარია, ლუჩეროსაც დავარწმუნებ. მაიკლ, მე არა. ჩერტაბა. რა იყო? რა ხდება? რა ხდება? ყველაფერი კარგადაა? რა ჯანდაბას აკეთებთ? ეგ რა შეგჭირდება? მამა შენმა გმირობა მოინდომა. არა, გთხოვ, არ გინდა. არ გინდა. როცა ფუძის ძვალს გავტეხავ და ნერვულ დაბოლოებებს გავწყვეტ, ვეღარაფერს იგრძნობ. არა.
სიზენ, გვაპატიე, შენი მოტყუება არც გვიფიქრია. მამა, ჩემს მოკვალს აპირებენ. რა? LJ. დანა უკვე ყელზე დამადეს. LJ. მამა, არაფერი დაუშავოთ. სიმართლე მითხარი. კარგი. მაიკლი 3 საათსა და 30 წუთზე გამოდის. დაცulis ადგილზე ვხვდებით 3 საათსა და 45 წუთზე. სიუზენ გთხოვ. ეს მხოლოდ იმიტომ დავგეგმეთ, რომ ღამით დაცვას აწლიერებენ და დღისით ვამჯობინეთ. როგორც ხვდები, სხვა გეგმები გაქვთ და გაქცევის დროც შეგიცვლიათ. ეს არაფერ შუაშია. გეგმა იგივეა, არაფერი შეგვიცულია. არა, ძალიან გთხოვ. ჩემს შვილს ნურაფერს დაუშავებ. გთხოვ. ცხოვრებით კვები? აქაურობა ისე მოგწევს, რომ წასვლა აღარ გინდა, არა? მოსაფიქრებლად დრო მჭირდებოდა. მეც მჭირდებოდა დრო პანამელებთან საბოლოოდ რომ შევთანხმებულიყავი. მაგრამ ამის ნაცვლად აქ მომიხდა წამოსვლა. დარწმუნებული ვარ, ადვილი არ იქნებოდა შენი დარწმუნება, რომ აქ წამოსულიყავი. გულახდილად გეტყვი. ერთი სული მქონდა, სანამ ციხეში გამომწყდელს გნახავდი, მაგრამ ახლა აქ რომ ხედავ, ხვდები რომ ცდებოდი. ჯერ აქედან გადავიყვანოთ და ამაზე მერე ვილაპარაკოთ. არ ვიცი გადაყვანა შეძლებ თუ არა. 8 წელი მსუბუქი რეჟიმის ციხეში. უკვე 4-მდე დავიყვანეთ. და დღესვე შტატებში მიფრინავთ. როგორც კი განსაკუთრებულ საქმეთა პროკურორი გადაწყვეტილებას მიიღებს, აქედან გამოგიშვებენ. განსაკუთრებულ საქმეთა პროკურორი? მის წინაშეც არ დგები, ყველაფერს უამბობ და მერე ის დაადგენს საჭირო და სანდო მოწმედ გამოდგები თუ არა. მოკლედ ფორმალობაა. ფორმალობა? მხოლოდ ფორმალობა ყოფილა. ხომ იცით, ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, მთელი დანარჩენი ცხოვრება აქ ჩალბებოდი. მაგრამ იუსტიციის სამინისტრო უკიდურესად დაინტერესებულია საფუძვლიანად გამოიკვლიოს პრეზიდენტ რეინოლდსის საქმე. ალექს, სრულ გარანტიას გაძლევთ. კარიერაში უამრავი შეცდომა გაქვს დაშვებული. ეს ორივემ კარგად ვიცით. შეცდომებს ვეღარ გამოასწორებ. ჩემს კაბინეტში 8 დოსიე მიწვია, რითაც შენი დანაშაული მტკიცდება. იცოდე თუ ამ გარიგებაზე უარს იტყვი, შენ სიცოცხლეში უდიდეს შეცდომას დაუშვებ. მე ვიცი, ვინც მოკლა ის კაცი. კი, როგორ არა. ლუჩერო. ეს რაღაცა. ალექსანდრე მაჰოუნის აკანში ვიპოვე. ჭკვიანურია იმ კაცის დადანაშაულება, ვისაც იცი, რომ ვერც კი დაგითხავენ. საკმარისია. ჩეო. პატიმარი გამოიყვანე. უკვე დროა. ხომ იცი რომ მას არ მოუკლავს. მაჰოუნის დანა მოიტანა, ნუ თუ არც ამით მტკიცდება ჩემი უდანაშაულობა. სასაცილო ხარ. თანასწორობასა და სამართლიანობაზე ლაპარაკობ, მაგრამ დღის ბოლოს დიქტატორი ხდები. და როგორც ყველა დიქტატორს ძალაუფლების დაკარგვა გაშინებს. გირჩევ სანამ დროა გაჩუმდე. ფეხებზე კიდია ვინ არის ნამდვილი მკვლელი. ოღონდ ვინმე მოკლა და სულ ერთია ვინ. მხოლოდ ეს გახელვებს არა? უკვე გავარკვიე, ვინც არის დამნაშავე. ისი სასჯელი სიკვდილი იქნება. შეცდომას უშვებ. ეგ მკვლელობაა. ეს შენც იცი და მეც. მართალია, მკვლელობაა. არ გინდა. ეზოში ვიპოვე. აუგუსტო მაძლევდა ხოლმე. ახლა კი მაგის სულით შენ ყარხარ. გადით.
ყველაფერი რიგზია? რა სამწუხარო არა. ერთი პატარა შეცდომა და ვიღაც უცნობი მიწას დაგახრის. ყველაფერი კარგად იქნება. შენი შვილი თუ მართლა გიყვარს ასეთ რისკზე როგორ წახვედი? რამდენიმე წამით და შენს გამო თავს დავაცლები. მე სიმართლე გითხარი. შეიძლება. თუ სხვა რამ გაქვს ჩაფიქრებული, ჯობს დაივიწყო. ხომ იცი რაც მოხდება თუ ჭკვიანად არ იქნები? ვიცი. ძალიან კარგი. იმ ფოტოზე ეს სურათი ეჭირა ხელში. ვისაც დავავალე მეტი ვერ შეძლო. ცოტა დრო ქონდა. გონია მაიკლი ვერ შენიშნავს? შენიშნავს. ეს ფოტო მაიკლს მიუტანე. ხო სახლოდან მანახეო. ეგ ისედაც შენი ხათრით გავაკეთე. გადადი მანქანიდან. ერთ საათში გნახავ. დღეს ფეხბურთი არ იქნება? არა ფეხბურთი. მე და შენ ისევ ძმები ვართ ძმები? გასაკვირველია. ზადა? სულს ნახევარ საათში დაეძინება. ესე იგი გამოგვდის. არ ვიცი. მათ იციან რომ დღეს ვაპირებთ გაქცევას. შენ მთხარი? ის კალი თვითონ მიხვდა. სხვა რამე ვერ მოიფიქრა ლინკ. მიხვდა მეთქი. როგორ გონია LJ-ს დასარას დაგვიფრონებენ? სახიფათოა. რაც არ უნდა ვცადოთ ისინი. გამეს დაუშავებენ? არა, თუ უნდათ რომ უისლერი გადავცეთ, უნდა დაგვთანხმდნენ. უნდა დაგვთანხმდნენ, გესმის? როგორც თავიდან დაგვეკმეთ, ისე ვიმოქმედებთ. თამაშის და სიურპრიზების გარეშე, კარგი? ფოტოები მაჩვენე. ფოტოები მაჩვენე ლინკ. ფოტოები მომეცი. ვერ გაჩვენებ ძმაო, მე რატომ ლინკ? სარამკვდარია მაიკო. მოგატყუე. მაპატი. თუ დღეს არ გაიქცევით, შვილს მომიკლავენ. LJ-ს მოკლავენ. მაიკლ, დღესვე უნდა გამოიქცეთ. მაიკლ, უნდა გამოიქცეთ. მაიკლ! სარამკვდარია. მოკლეს.
ძალიან წოხარ. მე ის მიყვარდა. ახლა კი მკვდარია. და ეს შენი ბრალია. რა თქვი? დაწყრები, რა საკეთებ? რა? შენი ბრალია. რა? უკვე გითხრა რაც მოხდა. ეს ბრძოლა უნდა გაიმართოს. დაფიქრდი რა საკეთებ? უკვე მოვიფიქრე. მეექვსე სერიის დასასრული.